მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ქუთაისში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. Povinaxulet ორი სკოლა, შევხვდით პედაგოგებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ვისაუბრეთ სწავლების პროცესზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სამომავლოდ ვეცდებით, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემები გადავჭრათ, მოვახდინოთ რეაგირება და ჩვენს დევნილ მოსწავლეებს შევქმნათ ღირსეული სასწავლო პირობები. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც სკოლას აქვს, დავსახეთ სამომავლო გეგმები, ჩვენ მუდმივად გვცნობთ მათგან მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ ყველა მიზანი, რაც ერთად დავსახეთ, განხორციელდება და ის მცირე პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე სკოლას უდგას, მალევე აღმოიფხვრება.